პარტია საქართველოს გზის ინფორმაციით მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა განაცხადა, ქართული საზღვაო საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმყოფებიან რუსული სამხედრო ფლოტის მოიერიშე ხომალდებიც. საქართველოს გზა ხელისუფლებას მოუწოდებს რეალურად შეაფასოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა. ამას წლის 1 დეკემბრიდან სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი რუსული სამხედრო ბაზები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და აფხაზეთში. რუსული სამხედრო ფლოტის მოიერიშე ხომალდები ქართული საზღვაო საზღვრის უშუალო სიახლოვეში იმყოფებიან. მმართველმა გუნდმა არ გადადგას არაადეკვატური და გაუაზრებელი ნაბიჯები ამ სულ უფრო და უფრო ფეთქებაცაშის სიტუაციაში. მაქსიმალურად შეიკავოს თავი რუსული მხრიდან წამოსულ პროვოკაციებზე და არ დაუშვას ისეთივე სამედიცინო შეცდომები, როგორებიც დაუშვა 2008 წელს.